მერი გუშინ ძალიან ბევრი რაღაც გამოტოვე. ყველაზე მაგარი წყვილის არჩევა უნდოდათ და იცით ვინ მოიგო? მე და სმაილმა. ხო, აირჩიეს, მაგრამ ყველაფერი არასწორად წავიდა. მხოლოდ იმიტომ შევიდნენ რომ მოეგოთ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ შემდეგ რომეო გამოხდა საიდანღაც და ყველას უთხრა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, წარმოიდგინე. აუ, რა ცუდია, როგორ მინდოდა არა და მეც მონაწილეობის მიღება. რატომ წავედი? გუშინ ჯიჯისთან ერთად მონაწილეობდი, მეგობრული წყვილი გქონდა, მაგრამ ხმა არავინ არ მოგცა. კარგი რა მასკოტ, რა თქმა უნდა, შენ და ჯიჯი წყვილი არ ხართ. გოგოებო, კარგი ჩემპიონატი გუშინ იყო, დღეს ვარჯიში გვაქვს. გოგოებო, გამარჯობა. ეს ვინ არის? კალათბურთელები არ არიან. ჩვენი ახალი შეყვარებულები არიან. გოგოებო, დაიმახსოვრეთ, არ ველაპარაკებით. გოგოებო, გამარჯობა. აქ თქვენთან შესარიგებლად მოვედით. ეს თქვენ ვისა? გოგოებო, ამ ბიჭებს იცნობთ? არა. ხო, არც მე. გადით სპორტდარბაზიდან, ახლა ვარჯიში უნდა გქონდეს. ყველაზე მაგარი ჩრილდერები ვარჯიშობენ. გასაგებია? დიანა, გთხოვ, არ გინდა აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედით. ისევ ერთად ვიყოთ. ხო, გაპატიეთ, გთხოვთ. აბა გოგოებო, ვაპატიებთ ბიჭებს? არა. გოგოებო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ სლავას არაფერი დაუშავებია. მოიცადე, სლავასთან ერთად არის და ჩვენ მარტო ხელები უნდა ვიყოთ? აბა გოგოებო, კარგი, პატიობთ. ისევ ყველაფერი იგივენაირადაა. მასკოტ, დღეს ვარჯიში არ გვექნება, თავისუფალი ხარ. შეგიძლია წახვიდე. კარდი, ხო არ ვითამაშოთ. ვითამაშოთ. ვარჯიში თუ არ გვაქვს, მაშინ მეც ვითამაშებ. სლავა, მიდი. ოხ, ისევ კოცნა. მე მზად ვარ. მიდით აკოცეთ. დიანა, სანამ კოცნიან შენი ჯერია. მე ჩემ რიგს მარკუს დავუთმობ. რა წერია? შენ შეყვარებულ სასოსი გავუკეთებ. არა, სკოლაში ვართ, რას ამბობთ? დიანა, უნდა გააკეთო, მერე დაიფარავ. აბა დიანა, სადგინა რო გაგიკეთოს. კარგი, მიდი. სმაილ, გეუბნები, ლედი დიანას ტატუ ეგრე ვერ მოგშორდება. სმაილ, სანამ ტატუს გაიგეთებდი, ხო გეუბნებოდით, რომ დაფიქრებულიყავი. ახლა მორჩა, მთელი ცხოვრება გექნება. არა მეგობრებო, ასე თუ 10 დღე გავუკეთებ, მომშორდება. აბა რა უნდა ვქნა, მთელი ცხოვრება ლედი დიანას ტატუ ხო არ მექნება. ბოლოს და ბოლოს მან მიმატოვა. მაგიტომ მაქვს მთელი სხეული სუფთა და არასდროს მერი არ დამიწერია და არაფერს არ დავიწერ, არც საშას, არც ვიკას. მაგს გაჩერდი, უბრალოდ უარეს ხასიათზე აყენებ. აი ხო ხედავთ, უფრო ღია, კიდე ასჯერ გავუკეთებ და გაქრება. ახლა წავიდით. წავიდით. ბიჭებო, დაიჭირეთ. სალათისფერო. ჯანდაბა დიმა, კინაღა მთიცე მიკმინე, მაგრამ კარგი, რადგან დაიჭირე? სალათისფერო, დებილობა ეს მატლის დაჭერის თამაში, თევზი ხო არ ვარ. კარინა, შეყვარებულის ყოლა ძალიან რთულია, ასეთი დავალებების გაკეთება გიწევს. კოსტა, შენ ყველაფერს იდეალურად აკეთებ, რა გინდა? შეგიძლიათ რომ ამ კაფეში აღარ გაიცინოთ, ახლა ყველა ამის ხასიათზე არ ვართ. კარგი სმაილ, გეყოფა დაწყნარ, წამო, რამე ვჭამოთ. უბრალოდ ვერთობით. კიდევ ერთი ჭიაყელა? ახლა თქვენი ჯერია. დიმა, სერიოზულად, მომეცი ჭიაყელა. ძალიან უცნაური ურთიერთობები აქვთ. ხო, ბავშვური. ბიჭებო, ჩვენ ბავშვურიც კი არ გვაქვს, ყველაფერი ცუდადაა. ვა, რომეოც აქაა, დიანას გამო როტილის. არ ვტირი, უბრალოდ მიყვარს, რამე შეკითხვა გაქვს? მეგობრებო, თუ ჩხუბს აპირებთ ჯობია ბარიდან გახვიდეთ. მომისმინე რომეო, ერთი შეკითხვა მაქვს. ეს როგორ უნდა მოვიშორო? შენ დიანას გამო ტირი ხარ, მე კიდე მაგის სახელი მაქვს ხეულზე. სმაილ, შენი აზრით გოგოები ასეთ რაღაცებს აფასებენ? არა, გულში რაც არის იმას აფასებენ და მე დიანა მართლა მიყვარს. მომისმინე რომ ადიკოსო, წადი და მასწავლებელმა იქ ელაპარაკე მაგაზე. რა? ბიჭებო. აქ საჭმელად მოხვედით თუ არა? მალე შევუკვეთეთ და დასხედით. მომისმინე, წამო, ვილაპარაკოთ. მე შენთან სალაპარაკო არ მაქვს. შენ თუ არ გაქვს მე დაგილაპარაკები სიყვარულზე სკოლის მერე. აი, სამი პიცა. ჯანდაბა დამღალეს ამ კალათბურთელებმა. მომისმინე რომეო, თუ გინდა მასწავლებელმა იქ სულთხარი და ყველაფერს მოაგვარებს. არა, მას არაფერს არ ვეთქო, ჩემი თავს მივხედავ. კარგი, აი, ის გააკეთე სამი პიცა. რომეო, უბრალოდ გირჩევ, რომ კალათბურთელებთან დაპირისპირება მალე მოაგვარო. ხო, მალე მოაგვარებ და კალათბურთელები ვერაფერს აღარ მიზამენ. მორჩა ბავშვებო, თამაში დამთავრდა. ახლა მითხარით, როგორ უნდა შევიდეთ ასე გაკვეთილზე? იქნებ საერთოდ და შევიდეთ. კნობა, გაკვეთილს ვერ გავაცდენთ. ჩემი თმის უკან არაფერი ჩანს. კარგი, გზარია, უნდა წავიდეთ. ბიჭებო, არ მოიწყინოთ. ჩვენ არ მოვიწყენთ, მასკოტთან ერთად რამეს ვითამაშებთ. გოგოებო, შეხვედრამდე. დედაჩემს რა უნდა უთხრა? არა უშავს, სლავა, ყველას გვაქვს, ამ თამაშად ღირდა.
გოგოებო, თმით დაიფარეთ, რომ მასწავლებელმა მაიკმა ვერ შეამჩნიოს. ხო, ჩემი დაფარულია. გოგოებო, აბა ჩანს? არა, მაგრამ უფრო უნდა დაიფარო. კარგი, წარმატებები. მეგობრებო, გაკვეთილის თემა ადამიანის პიროვნება არის. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ, დაგვაგვიანდა? ხო, დააგვიანეთ, მაგრამ ერთი წუთით. აბა მეგობრებო, როგორი ტიპის პიროვნებები არსებობს? მასწავლებელო მაიკ, მე ვიცი რამდენიმე ტიპი, წყნარი, გაბრაზებული, მშვიდი. სასაცილო მასწავლებელო მაიკ. მეგობრებო, შეგიძლიათ ასეც დაუძახოთ, მაგრამ თქვენი აზრით ეს სწორი იქნება? ნასტია ჩანს? დიანა კი დაიფარე თმით. წყნარი პიროვნებაც არსებობს. რაიან, ეგ უკვე ვთქვი. კარგი რაიან, ახლა დიანას ვკითხოთ. დიანა, რომელი პიროვნება არ უხსენებიათ? მასწავლებელო მაიკ, მოწყენილი ადამიანი. ხო, სწორია? ხო, დიანა, მართალი ხარ. ახლა დიანა დაფასთან გამოვა და ყველა სახის პიროვნებას ჩამოწერს. მასწავლებელო მაიკ, მე? დიანა, ვერ გაიგე რომ შენ გამოგიძახეს დაფასთან? კარგით, მასწავლებელო მაიკ, გამოვალ და ახლა დიანა დაწერს დაფაზე ყველა ტიპს. მოწყენილი ადამიანი. ხო, მართალია. ბედნიერი. დიანა, ბედნიერი და სევდიანი ყველა მიცის, იქნებ ცოტა განსხვავებულები ჩამოთვალო. ხო, არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც სულ დეპრესიაშია. მართალია. კარგით, ყველაფერი დავასახელე, შეიძლება დავჭდე? არა, დიანა, ეს რა არის? მასწავლებელო მაიკ, ჩვენ ვიცით რაც არის. მეგობრებო, გაჩვენდით დიანა მილაპარაკოს. ეს ნატკენია. ხო, ნატკენი, დიანა, სულელები გგონი ვართ? დიანა, პირველივე გაკვეთილზე ჩალურჯება რატო გაქვს? მასწავლებელო მაიკ, მე ვიცი რაც არის, ეს ჩალურჯება არ არის, სასოსია. არა, რას ამბობთ? დიანა, ყველაფერი გასაგებია, დაჭექი. ნასტია. რა, მასწავლებელო მაიკ, მე არაფერი არ მაქვს. ნასტია, კარგი. დიანა, არ დაგავიწყდეს რომ ეს სკოლა და შენ ჩირლიდერი ხარ, ყველა მოსწავლის მაგალითი და ასე არ უნდა იქცეოდე. მასწავლებელო მაიკ, დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა დაგავიწყდათ? მასწავლებელო მაიკ, მე არაფერი არ მაქვს. ნასტია, შენს ადგილას ასე არ ვიტყოდი, მოკლედ მაგაქვს და ყველაფერი ჩანს. ნასტია. ლეილა, როგორ მიშლი ნერვებს, არ დაგავიწყდეს ამ ყველაფერზე სტატიის დაწერა. შვენიერი იდეა, ნასტია, აუცილებლად დავწერ. ბოდიშით გოგოება, მაგრამ გაკვეთილი თქვენთვის დასრულდა, დირექტორთან წადით. რატო? მასწავლებელო მაიკ, როგორც მოხვედით იმიტომ? დირექტორთან. კარგით, მასწავლებელო მაიკ, ნახვამდის. ლეილა, ვხედავ რომ ჩვენი ძალიან გშურს. როგორც ჩანს, ჩემზე ბევრი რამ არიცით. კარგი, სიჩუმე, გაკვეთილს დაუბრუნდეთ. დღევანდელი გაკვეთილის თემა პიროვნებებია. მასწავლებელო მაიკ, მე ვიცი რომ სასუსი ჯანმრთელობისთვის ცუდია. რაიან, მიხარია რომ ამ შესახებ ვიცი, მაგრამ ახლა გაკვეთილი უნდა გავაგრძელო. რა? გაიგე, ჯანმრთელობისთვის ცუდია. გასაგებია. მაგარი თამაში იყო ძალიან. გოგოებო, გაკვეთილი დამოგვაგდეს. ამის გამო? როგორ მიხვდით, ახლა მასწავლებელი ჩვენს მშობლებს ურეკავს. მასწავლებელმა მაიკმა დირექტორთან გაგვიშვა. მაგარია, ყველას ახლა გაკვეთილი აქვს და ჩვენ თავისუფლები ვართ, იქნებ შეყვარებულებს დავუძახოთ. არა, მერი, არა, ჩვენი რეპუტაცია უნდა გამოვასწოროთ. გოგოებო, რა გავაკეთოთ? არ ვიცით, დიანა. გონი ეს შეყვარებულები ზედმეტად ცუდი იდეაა. არასწორ რაღაცებს გვაკეთებინებს. ვა, ჩირლიდერებო, დიანა, რამე რჩევა სხვა არ მომცემ ეს სტატუ როგორ მოვიშორო? როგორც გინდა, ახლა სხვა სადარდებელი გვაქვს. როგორც მინდა ისე მოვიშორო, მაგრამ სტატუს როცა ვიკეთებდი, რატო არ გამოფრთხილე რომ იმატოვებდი? სმაილ შეხედე, ყველა სასოსები აქვთ. კნოპა ასე სახლში როგორ მიხვალ? ბიჭებო, ეს თქვენი საქმე არ არის. იცით რა, გაკვეთილიდან გამოგვაგდეს და ახლა თქვენც აქ ხართ, ნერვებს მიშლით, წადით აქედან. ტიმურ, სახლში როგორ მივალ? როგორც აქამდე, დავიფარავ ტონალურით. კარგი, კნოპა, წარმატებები. დიანა, რამე ადგილი უნდა მიპოვო, სადაც ამას მომოშორებე. მორჩა ბიჭებო, წავიდეთ. წარმატებები მწყერებო. რა დაგვიძახეთ? დიანა და წყნარზე ახლა სხვა პრობლემები გვაქვს. უნდა დავფიქრდეთ. გოგოებო, არ მესმის თუ არ ვცდები სავარჯიშოდ მოვედით. ბლონდი ამბობ რომ დიანა გეზიზღება, მაგრამ ახლა მის სიმღერაზეც ეკვალ. ბლონდი ეს რას ნიშნავს? გოგოებო, გითხარით რომ დიანას მუსიკალურ ვიდეოში ვიქნები. ბლონდი, ეს ღალატია? სერიოზულად, მას გამარჯვებასაც ვერ ვეუბნებით შენ გამო და მის გადაღებებზეც ვერ მივდივარ. გოგოებო, სულელები ხართ, ამ შანსს ვერ გავუშვებ ხელიდან, უნდა ვიყო დიანას ვიდეოში.
კარგით ვარჯიში არ გვექნება. მტრის ცეკვა სწავლობს. წარმატებები ბლონდი. წარმატებები თქვენთვის დაიტოვეთ. ღმერთო ჩემო, აქ რა ხდება? თქვენს კლიპში იღებთ მონაწილეობას? არ დავუპატიჟები ვარ, მაგრამ მაინც სწავლობ ცეკვას, მინდა რომ ვიდეოში ვიყო. მორჩა წადით ხელს ნუ გვიშლით. გოგოებო, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ ცეკვა და ვიდეოში ვიყოთ. არა, სხვისნაირად არ მოვიქცევით. წავიდეთ ვივარჯიშოთ. ჰეი, ბროვასტი, ყურადღება არ გაგეფანტოს, იდეალურად უნდა ვიცეკვო. ხო, ჯული, შენი მჯერა. იცი, დიანა და ნასტია როგორ მოვიდნენ სკოლაში? ვიცი, კნოპა და მერიც, ჯანდაბა. გოგოებო, ახლა ვესწავლოთ სახლში წავიდეთ, არ მინდა რომ კიდევ ვინმე მსხომ დაინახოს, ისედაც ზედმეტი მოგვივიდა. დიანა, კარგი რა, უბრალოდ თამაში იყო. ხო, თამაში, რომელიც ასეთ შედეგამდე მივიდა. გოგოებო, უკვე გვიანია. ვა, მე ამბოხეებო, კარგად არ გამოიყურებით. გოგოებო, რამდენიმე სიტყვა მითხარით ჩემი სტატიისთვის, როდიდან ხართ ასეთი მამაცები და არ გეშინიათ სკოლაში ეგრე სიარულის? გოგოებო, სასუსი თქვენი ჯანმრთელობისთვის ცუდია.იანა, როცა მე ამბოხე იყავი, შენც ასე დადიოდი, დიდი ამბავი და ახლა ჩვენთან მოდიხარ საყვედურებით, ვერ გავიგე რა წესია. და ლეილა, იდეალური შენც არ ხარ. არანაირი ინტერვიუს არ მოგცემთ. მომისმინეთ მე ამბოხეებო, ვიცი რომ ჩემზე და იანაზე ბევრი რაღაც იცით, მაგრამ რასაც ვაკეთებდით, ყველაფერს ვაკეთებდით სკოლის გარეთ. ამიტომ რამდენიმე სიტყვა გითხარით თქვენს სიმამაცეზე. არავითარ შემთხვევაში პირადულია. ჯანდაბა აღიარება არ უნდათ. კარგი, დაწყნარდით, ისედაც საუბარი ელოდებათ დირექტორთან. ნოსტალგია, ამათაც კი ახსოვთ ჩემი ძველი დრო. იანა, წავედით, ხო? ბიჭებო, კარგია, კიდევ ერთხელ. ნახეთ, ბიჭები მასკოტთან ერთად ერთობიან და ჩვენ სლოგანზე ცეკვავენ. ხო მგონი დამეგობრდნენ. მარკუს, სახლში მივდივართ, მოდი ხარ? გოგოებო, გამარჯობა, მასკოტი თქვენ სლოგანს გვასწავლის. თქვენ სკოლაში ძალიან მაგარია. მაგარია, სლოგანებს სწავლობთ. თქვენ როგორ ხართ? ბიჭებო, სახლში წავიდეთ, რა ამ ყველაფრის გამო მთელი დღე დაკარგულია. ჩემო მასწავლებელმა საერთოდ ჩემს მშობლებს კარგია, დაურეკა. ყველაფერი კარგად იქნება. კარგი ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგით, მალე შევხვდებით. კარგად!